მოგესალმებით არიო, თემა გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა, თანხმობის მიმართულებით, თუ შეგვიძლიათ ამბავი მოგუყევით, რა არის პრობლემა და შემდეგ თანდათანობით მივყვებით და გავშიფრებით. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ეხება სავარაუდო თაღლითობის საკმაოდ მძიმე შემთხვევას და იმას თუ როგორ წაართვეს ბრიტანულ-ქართული აკადემია მის მფლობელს აქ განხორციელდა რამოდენიმე მიზანმიმართული ქმედება, რომელიც იყო ერთიანი დიდი თაღლითური გეგმის ნაწილი. კონკრეტულად აქ ჩვენ საუბრობთ ჩემი დაცვის-გეშყოფზე, ნათია ჯანაშიაზე, ვინც გახლდათ შეპესე ბრიტანულ-ქართული აკადემიის 100%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის 4 ივნის 70%-იანი წილის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძინა საქართველოს კაპიტალმა, რომლის დირექტორიც არის ირაკლი გილაური. საუბარი არის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები თანხის გადახდაზე და ეს ბევრად ნაკლები თანხა არის 25 მილიონი ლარის ოდენობით თანხა. მანამდე კი იყო არაერთი შეთანხმება, არაერთი წინაპირობა, არაერთი დათქმა, რომელიც დათქმის ფარგლებშიც მათ განახორციელეს აღნიშნული შესყიდვა, არაერთი პირობა დაიდო, რომელთაგან არც ერთი არ შესრულდა. ეგრეთ წოდებული ინვესტორები არ წმუნებდნენ ქალბატონ ნათიას, რომ განახორციელებდნენ ინვესტიციას, განახორციელებდნენ სხვადასხვა ქმედებებს, რომელთაგან არც ერთი არ შეასრულეს. ფაქტობრივად მოატყუეს და ამით დაეუფლნენ საკმაოდ დიდ თანხებს. საუბარია ასევე იმაზე, რომ საქართველოს კაპიტალმა ნათია ჯანაშიას ინვესტიცია შესთავაზა არა პირადად, არამედ ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულის გიორგი კეთილაძის მეშვეობით. ვინაიდან გიორგი კეთილაძე იყო აღნიშნული აკადემიის კურსდამთავრებული, ვინაიდან მათ ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობა, გარკვეული ნაცნობობა, ეს ადამიანი იქნა გამოყენებული, რათა მოეპოვებინათ ქალბატონი ნათიას ნდობა, ისიც ენდო, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული ნდობა არ გამართლდა და დადასტურდა, რომ მათ არაერთხელ მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს სრულ დაპირებებით ნათია ჯანაშია. საუბარი არის იმაზე, რომ განხორციელდა არაერთი დაპირება. ერთ-ერთი პირობა, ერთ-ერთი შეთანხმება იყო ის, რომ ტაბახმელას საკმაოდ ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთები გადავიდოდა აკადემიის კაპიტალში მას შემდეგ, რაც ნათია ჯანაშია გაასხვისებდა 70%-იან წილს. ეს იყო შეთანხმება, რომლის შესრულებასაც ეგრეთ წოდებული ინვესტორები რა თქმა უნდა არ აპირებდნენ და რომელიც მათ არ შეასრულეს. უფრო მეტიც, მათ მოითხოვეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით თანხა დახარჯულიყო და გამოყოფილიყო ბრიტანულ-ქართული აკადემიისგან. კონკრეტულად მაქვს ზუსტად მონიშნული თანხის რაოდენობა, რომელიც დაიხარჯა, ეს არის 3.263.826 ლარი. და აღნიშნული თანხა დაიხარჯა იმისათვის, რათა მომზადებულიყო საბუთები ტაბახმელას მიწების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დასამტკიცებლად. ანუ დაპირდნენ, რომ ამ მიწის ნაკვეთებს შემოვიდანთ აკადემიის კაპიტალში, ოღონდ შენ უნდა დახარჯო ეს თანხა, რომ ჩვენ დაგვიმტკიცდეს რეგულირების გეგმის პროექტი. ნამდვილად ეს იყო შეთანხმებით, რომელიც მტკიცდება არაერთი მტკიცებულებით, რომ მათ შორის შეთანხმება არსებობდა, მათ შორის მეილებით და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას, რა თქმა უნდა, წარვადგენთ გამოძიებაში, წარდგენილიც გვაქვს არაერთი მტკიცებულება და დამატებით, თუ ვინმეს შეკითხვები ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და კიდევ არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარვადგინოთ. ფიქრობთ, რომ ამას ძალიან მარტივად დავამტკიცებთ და დავასაბუთებთ. ანუ დაახარჯინეს აკადემიის ბიუჯეტს 3 მილიონ ლარზე მეტი იმ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პროექტის დამტკიცებაში, რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებაში, რომელიც არ
არ შემოვიდა აკადემიის კაპიტალში. ფაქტობრივად მოატყუეს ქალბატონი ნათია და ამით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი ნახეს. და რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ეს გახლავთ თბილისის საკრებულოს 148 განკარგულება, რომლითაც მართლაც დამტკიცდა განაშენიანების გეგმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხარჯები აღნიშნულთან დაკავშირებით სრულად დაფარა ბრიტანულ ქართულმა აკადემიამ და ინვესტორებმა რა თქმა უნდა მიიღეს ძალიან დიდი სარგებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო საერთო თაღლითური გეგმის ნაწილი და ცხადია მათ უარი თქვეს აღნიშნული უძრავი ქონების კაპიტალში შემოტანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ რა ხდება, ეს არის კიდევ ძალიან საინტერესო. 2024 წლის 13 ნოემბერს გიორგი კეთილაძე მიმართავს განცხადებით ნათია ჯანაშიას და სთავაზობს, რომ ტაბახმელას მიწის ნაკვეთების კაპიტალში შემოიტანდნენ არა ნულოვანი ღირებულებით, როგორც შეთანხმებულები იყვნენ, არამედ 3.250.000 აშშ დოლარის ღირებულებით და ამისათვის ნათია ჯანაშიას უნდა შეეტანა 1.390.000 დოლარი, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არანაირი თანხის შეტანა არ ევალებოდა. ეს შეთანხმების თანახმად დამატებითი თანხის გადახდის გარეშეც უნდა შემოსულიყო ნულოვანი კაპიტალით უნდა შემოსულიყო საერთო კაპიტალში და უნდა ყოფილიყო, უნდა გამხდარიყო ბრიტანულ ქართული აკადემიის კაპიტალის ნაწილი. თუმცა მათ მოინდომეს, ასე რომ ვთქვათ, კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღება, დამატებით არაერთი დაპირება გასცეს, არაერთი ტყუილი შეთავაზება განახორციელეს, ისეთი შეთავაზება, რომლის შესრულებასაც ისინი რა თქმა უნდა არ აპირებდნენ და ამით დამატებით კიდევ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა. აქ სავარაუდო თაღლითობებზე მხოლოდ იმიტომ აქვს საუბარი, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, მანამ სანამ დამტკიცდება უტყუარად პირის დამნაშავეობა და დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და მეც როგორც იურისტს, რა თქმა უნდა, არ მსურს ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, თუმცა ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რაზეც ქალბატონი ნათია საუბრობს, არის დასაბუთებული ფაქტებით, მტკიცებულებებით, არგუმენტებით და ამ ყველაფერს სჭირდება სწორი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. რაც შეეხება უკვე ძირითად ნაწილს, ეს რა თქმა უნდა იყო ძირითადი ნაწილი, თუმცა მნიშვნელოვანი რა არის, რომ ამის შემდეგ, ამ ქმედებების შემდეგ მიდიოდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ნათია ჯანაშიას დისკრედიტაცია, რომელიც მიზნად ემსახურებოდა იმას, რომ დანარჩენი 30%-იც ჩაეგდოთ ხელში და ასევე მიზნად ისახავდა ეს ყველაფერი იმას, რომ სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა გაემარტივებინათ და უკვე ჩადენილი დანაშაული ჩაეფარცხათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად დადასტურდება, თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და ყოველმხრივად. შეგახსენებთ, რომ ჩემი დაცვის ხობს შეტანილი აქვს საჩივარი, უკვე რამდენიმე თვეა და გამოძიება ნამდვილად არის დაწყებული. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნამდვილად დაიწყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საქმე, რომელსაც ჭირდება ინტენსიური, ყოველმხრივი, ობიექტური გამოძიება იმისათვის, რათა დადგეს შედეგი. რამდენიმე თვე არის გასული და ხელშესახების შედეგი ჯერ კიდევ არ არის დამდგარი ამ საქმესთან დაკავშირებით. გარკვეული გამოკითხვები ნამდვილად ჩატარებული არის. ქალბატონი ნათია ნამდვილად გამოიკითხა. ასევე გარკვეული დოკუმენტაციის ამოღება ნამდვილად ჩატარდა. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ამოღებული იქნას მთელი რიგი დოკუმენტაციები ორივე მხარისგან, ასევე მეილები, სადაც ცარსახად ჩანს, რომ ეგრეთ წოდებული ინვესტირები ახორციელებდნენ ცრუ დაპირებას, ცრუ დაპირების შედეგად მათ მიიღეს ის შედეგი, რომ 25 მილიონით ნაკლებ თანხად შეისყიდეს კონკრეტული წილი, ანუ ნახეს ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი და ეს ყველაფერი მიღწეული იქნა მათი მხრიდან ტყუილების, ცრუ დაპირებების მეშვეობით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტაციით. ამისათვის საჭიროა, რომ ამოღებული იქნეს ორივე მხარისგან ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის მეილები, რომლითაც აღნიშნული უტყუარა დასტურდება და საუბარი კიდევ რაზე მაქვს? საუბარი მაქვს ასევე მემორანდუმზე, რომელიც წინ უსწრებდა აღნიშნულ წილის შესყიდვას და თუ ჩვენ დავაკვირდებით მემორანდუმის შინაარსს,
თუ ჩვენ დავაკვირდებით მეილებს და სხვა მტკიცებულების ერთობლიობაში, მიხვდებით, რომ ნათია ჯანაშია აღნიშნული წილი გაასხვისა 25 მილიონი ლარით ნაკლებ თანხად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნათია ჯანაშია ელოდებოდა, რომ განხორციელდებოდა ინვესტიცია, რომელიც ძალიან სოლიდურ მოგებას მოუტანდა ბრიტანულ ქართულ აკადემიას, მაგრამ ინვესტიცია არ განხორციელდა, პირიქით ფული წაიღეს, რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით ფული წაიღეს ბრიტანულ ქართული აკადემიიდან, ნახეს უდიდესი ფინანსური სარგებელი და ყველა ის პირობა და ყველა ის დაპირება, რასაც ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ინვესტორთა მხრიდან, მათ არ შეასრულეს. გამომდინარე აქედან ძალიან სოლიდური ფინანსური სარალი მიიღო ნათია ჯანაშიამ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები. ასაკეთია და თქვენც როგორც დაზარალებული მხარე რას ვეთქვით, არის თქვენი ძირითადი საქმე? ბატონი კარიელ კაკაბაძის მიერ ჩამოთვლილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ჩვენ მოგვადგა სოლიდური ფინანსური ზიანი და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაზარალდა თავად სკოლა, თავად ბრიტანულ ქართული აკადემია. ირაკლი გილაურის და გიორგი კეთილაძის ქმედებები, როგორც ახლა ვხედავთ, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს. და ეს მიზანი მათ პირდაპირ გაგვიცხადეს ერთ-ერთი შეხვედრის დროს და ეს იყო სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღება. მეტი სხვა მათ არაფერი ამოძრავებდათ. აღსანიშნავია, რომ ეს ორი პიროვნება მთელი ამ პერიოდის მანძილზე ეწეოდა ასევე ჩემს დისკრედიტაციას და ყველანაირი გზით ცდილობდნენ ჩემი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაც მათ საბოლოოდ მოახერხეს კიდეც. და ამის მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ მათ გაემარტივებინათ დანაშაულებრივი ქმედებების ჩაბარცხვა, როგორც ბატონმა ტარიელმა განაცხადა, და ასევე შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების მარტივად განხორციელება. მაგრამ მინდა განვაცხადო ნათლად ირაკლი გილაურისთვის და ასევე გიორგი კეთილაძისათვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაში არის ჩართული დღემდე, რომ არ ვაპირებ დავთმო ის, რაც მე მეკუთვნის. ეს სკოლა არის ჩემი და ჩემი მეუღლის შექმნილი. ის რომ ეს სკოლა ბრიტანულ ქართული აკადემია გახდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა, არის სწორედ ჩემი და დავით ცეცხლაძის დამსახურება. და ეს არის სწორედ ის მიზეზი, რატომაც უნდა ირაკლი გილაურს მისაკუთროს ეს სკოლა. მაგრამ თქვენს გასაგონად ვამბობ, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებით, რომ გამოძიება წარიმართლოს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ეფექტურად, გაიგოს სიმართლე, გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ირაკლი გილაური და გიორგი კეთილაძე და საბოლოოდ აღსრულდეს სამართლიანობა. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ბრიტანულ ქართულ აკადემიას, სკოლა, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ დავით ცეცხლაძემ შევქმნით და აუცილებლად გავაგრძელებთ მის განვითარებას. ამას მე გპირდებით პირადად. მადლობა დიდი. ხوردამატებ კანონებს თუ დავასრულეთ. შეჯამების კუთხით, ანუ რა ასელოდებით ახლა გამოძიების იმედი გააჩნია. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გამოძიებასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც გამოძიებელთან, ასევე საქმის პროკურორთან. ძალიან დიდი იმედი და მოთხოვნაც გვაქვს, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ნორმალურ ქვეყანაში ვერავის გავლენამ გამოძიების წარმართვასთან დაკავშირებით ვერ უნდა იმოქმედოს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის გავლენები და ის ბერკეტები, რომელიც ნამდვილად გააჩნიათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ჩამოთვალეთ, არ შეუშლის ხელს საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურ ჩატარებას და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გამოიკვეთება უთხოვარი მტკიცებულებებით დანაშაულის ჩამდენი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.